მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მსმენელებო. დღეს გთავაზობთ ისევ ისმენელპერეზის ინტერვიუს მატრიცაზე, სადაც ის ყვება მზის ამოფრქვევაზე, რომ მზის ამოფრქვევა არის გარდაუვალი. მოდით დავიწყოთ. ეტყობა ეს არის გაგრძელება ინტერვიუს, რადგან დასაწყის არ გავს. ისმენელპერეზი ამბობს, რომ მეხუთე განზომილების მიღწევა ეს არის შემდეგი ნაბიჯი მეექვსე განზომილებისკენ. მეექვსედან კი მეშვიდე განზომილებამდე, მეშვიდე კი მერვე განზომილებამდე. ჩვენ გვაქვსო galaktikuri ავატარები ყველა რეალობის დონეზე, ყველა რეალობის განზომილების დონეზე. და კიდევ თითოეულ ჩვენგან ჰყავს ღვთაებრივი ავატარები, რომლებიც მოქმედებენ მე-12 განზომილებიდან. ეს არის სუპერსული, ესე იგი სული, როგორც მე მაქვს ნათქვამი ერთ-ერთ ვიდეოში და საერთოდ გოგოები ხსნიდნენ კიდევ მასზე, ვალერია კალცოვასაც აქვს ნათქვამი ეს ერთ-ერთ ვიდეოში, რომ სული უბრალოდ შემქმნელმა თავისი ესე იგი სული თავისი თავისგან გაავრცელა, გაფანტა ნაწილაკები თავისი მატერიისა, რისგან ის წარსდგებოდა. ოღონდ ესენი თავიდან სულები არიან გაშიშლებული და ეს იმ ხრივ, რომ გამოცდილების შემდეგ, ყოველი გამოცდილების შემდეგ ისინი ფენას იძენენ თავისი სხეულებისა. ეს ძალიან რთული პროცესია და ძალიან ბევრი საუბარია ამის შესახებ, თუ რა არის სული. და ბევრი იმის შემდეგ მე, როდესაც სულზე მაქვს მგონი 1-2 ვიდეო დადებული, ხშირად ვახსენებ სულს და მე თვითონ ბევრ ახალ ამბებსაც გებულობ, ახალ ესე იგი წყაროებიდან. იცით რა, როგორც სკოლაში ძველდება პროგრამა და ჩვენ რაღაც სიახლეებს სწავლობ დაუშვათ. პირველ კლასში ერთ სიახლეს გვასწავლიან, მეორე კლასში კიდე სულ ახალ პროგრამას, მესამე კლასში კიდე სხვა პროგრამას, ხო, სიახლეებს. თუმცა საბჭოთა კავშირის დროს რამდენიმე თაობა სწავლობდა ერთ და იგივე პროგრამით და წიგნები შეიძლება გადაბეჭდილიყო, მაგრამ ამ წიგნების არსი რჩებოდა იგივე. ფაქტიურად ჩვენ ახანდელ საბჭოთა კავშირის სკოლებში და საერთოდ ინსტიტუტებში, ტექნიკუმებში ერთ და იგივე პროგრამით ასწავლიდნენ ყველას და არადა თითქოს მეცნიერება გაეჭედა ერთ ადგილზე. კი, მე არ მინდა შეურაცხყოფად იგრძნონ თავი მეცნიერებმა, დისერტაციის დამცველებმა და მაგათმა, ვინც ხელფასებს იღებენ თავისი დისერტაციის დაცვიდან გამომდინარე. ახლა რომ მეცნიერებმა თქვან სიმართლე, მეცნიერება ხომ არ დგას ერთ ადგილზე, არა? მეცნიერება, მედიცინა, ყველა სფეროში ყველაფერი მიიწევს წინ, მაგრამ და დიდი ხანია მიღწეულია, მაგრამ ამას მოლავენ ხალხს და შეგნებულად უჭრიან რთებს, რომ ისინი არ გაფრინდნენ და ვინც ცდილობდა
ეს ძველი ტექნოლოგიები ამ ძველი ტექნოლოგიის აღორძინება, ვისაც ამ ტექნოლოგიების ძველი ტექნოლოგიების აღორძინება სურდა, მაგათ ფრთებს უჭრიდნენ, მაგათ აქრობდნენ. ამიტომ ვამბობ, იცით რა? მე სკოლაში გეოგრაფია, ბიოლოგია ჩემთვის იყო რთული საგნები. თითქოს გრძნობდი მე, რომ ეს საგნები არის ტყუზე დაფუძნებული. თუ მე შემეძლო მაგალითად ლიტერატურა, ერთი წაკითხვით მესწავლა, მაგრამ რაც იყო დასაზეპირებელი საგანი, მე დრო მჭირდებოდა რომ ის დამეზეპირებინა. რატომ? იმიტომ რომ არ იყო ინტერესი. საერთოდ ვამბობ, უნჯო ადამიანები არ არსებობენ. უბრალოდ გჭირდება мотивация, მიდგომა და პერესი ამბობს, რომ მატრიცა ინგრევა პირდაპირ ჩვენ თვალწინ. ნახევრად შეცლილია ეს უკვე. პანდორამ, რეგინა ლეონამ, ლეტალიამაც დაამოწმეს, რომ მატრიცა ის არ არის, რაც ადრე იყო. მით უმეტეს თუ მას გავითვალისწინებთ, რომ ჩრდილოანის სახელმწიფოს კაბალას გავლენა შესულს და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ინსაიდერებს არაფერი ემუქრებათ, ვინც იყო საიდუმლო კოსმოსურ პროგრამაში არც მაგათ არ ემუქრებათ არაფერი, მათ შეუძლიათ თავისუფლად ელაპარაკონ და კანონით მათ მიცემენ დაცვას, ანუ დაიცავენ კანონიერად. მას მოდით გავაგრძელოთ. ადამიანი დედამიწაზე, თუნდაც ის იყოს ახალგაზრდა სული, ახალი სული, თუნდაც ის იყოს ძველი სული, და ასეთ სულს უძახიან სტრანიკი. ანუ მოხეტიალე სული და თუნდაც ეს იყოს ვარსკვლავური სული, როდესაც ამბობენ ვარსკვლავური სული, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა რომელიღაც galaktikიდან, თანავარსკვლავედიდან ისინი რომლებიც გამოფრინდნენ დედამიწის დასახმარებლად ოკუპაციის დროს, იქნენ ტყვედ აყვანილი, ან იქნენ მოკლული და მათი სულები ხელში ჩაგდებული და ალბათ ასეთი კითხვა დაგებადებათ ბევრს, როგორ შეიძლება სული შეიპყრო, ტყვედ ჩაიგდო, ხო? როგორ და ელექტრომაგნიტური გალიის დახმარებით. დიახ, ელექტრომაგნიტური გალიის დახმარებით ქმნიან ქსემას ბადეს, გინდათ გალია დაარქვით და სული ვერ გამოვა იქიდან, თუ ამ ბადეს არ გათიშავთ. და ამდაგვარად იქნება ეს ახალგაზრდა სული, თუ ვარსკვლავური სული, თუ ხო, ვარსკვლავური სული, გადავერთე ისე რომ არ ამიხსნია. ვარსკვლავური სული არის სული, ხო, როგორც გითხარით, მე დასახმარებლად რომ გამოფრინდნენ და გამოიჭირეს, ესე იგი ტყვედ ჩაიგდეს, ანუ სხეული ავატარი მოკლეს და სული ჩაიგდეს ხელში, ან ისინი თავისი ნებით გაითიშნენ სპეციალურ კაფსულებში, რომლებსაც კიდე მეურნეობად უწოდებენ მაპატიეთ ვერაფრით გავიხსენე სახელი, რომ აძინებენ, დიახ, იზინებენ და მათი ცნობიერება გადმოფრინდა დედამიწაზე, ანუ მათი სული, ინფორმაცია არის სულში ჩადებული. და ეს ელექტრომაგნიტური სხეული, ასტრალური სხეული გადმოერთო, დაიბადა დედამიწის ავატარად.
და რა უნდა ისმაილ პერესი ამბობს რომ ჩვენ რასულიდან უნდა ვიყოთ მიწიერი ახალგაზრდა მიწიერი სული თუ ვაწყებული სული თუ გამოცდილი სული დიდი ხნის სული ჩვენ ყველანიო ყველას ყავსო აბატარები იქეთ გალაქტიკაში მაგას ჩვენი სული არის მრავალ განზომილებიანი ახლა ჩვენი სული ჩვენ ვართ სულები აბატარის ხელში მომწყდეული გამომწყდეული და ჩვენ სინამდვილეში ჩვენი ფიზიკური თვალებით ვერაფერს ვერ ხედავთ მაგრამ ჩვენი ასტრალური სხეული როდესაც ვტოვებთ სხეულს ის უკვე იმ სამყაროში იქ არ არის დრო იქ სულ შეუძლია ჩვენი სულს ასპექტებს არსებობს ჩვენი სულის ასპექტები ჩვენი სული ჩვენ როცა ვიცინებთ და გამოდის სხეულიდან ის თანამშრომლობს სტუმრად მიდის ჩვენ ასპექტებთან რომლებიც ცხოვრობენ მომავალში ჩვენ ვართ ჩვენი მეს წარსული ის უცხო პლანეტელებს ვისაც ჩვენ უცხო პლანეტელებს ვუძახეთ ის არის ჩვენი მომავალი ისინი ვართ ჩვენ მომავალში და რამე გითხრათ ვაპატიეთ რამე გითხრათ ხომი და მე კიდევ ერთხელ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ეს რომ რაღაც ვიდეოში მოვყვევი მე მაშინ მამა ცოცხალი იყო იდგა ტელევიზორთან ასე ხელზე ჩაკირდა გადამბული ასე იდგა ტელევიზორთან და მე ეთყობა ძილში შევდიოდი და ასტრალურმა სხეულმა არ დატოვა ჩემი სხეული მე კი მქონდა თვალები დახუჭული მაგრამ მე ვხედავდი რაც ხდებოდა ოთახში და უშინიანი მხედველობა მქონდა რადგან მე ასტრალური თვალებით უყურებდი ყველაფერს თვალები მქონდა დახუჭული ასტრალური სხეული ჩემი არ იყო გამოსული მე თითქოს მე ვიყავი რა იცით არ შეგეშინდება ძალიან და გაქვავდებით სოლნე პარალიჩს უძახიან ამას ესე იგი მე ჩავარდი პარალიჩში ძილის პარალიჩში ასე ვთქვათ კარებთან ის საკუთარი პატარა ქოხი როგორ ახლა ბეტონის ერთსართულიანი სახლი ორსართულიანი მე მიაშენა რომ დაწვეს აფხაზებმა მამაჩემმა ეს აფხაზეთში ხდება სხვადასხვა სოფელში არ ვიტყვი რომ სოფელში და მე წევა წამოწოლილი ვარ მამაჩემი დგას უყურებს ტელევიზორს კარებთან ძელებული ხის კარები იცოდნენ ადრე ორივე მხრიდან ფართო კარები იყო ცოტათი ორივე მხრიდან იდგა ანგელოზები თები არ ქონდათ მაგრამ ოქროსფერი თმები ქონდათ და თეთრი სამოსი და ვინც ესე იგი ჩემგან ვინც მამაჩემთან ახლოს იდგა ის ეთყობა უფროსი იყო იმიტომ რომ ის ჩემსკენ იდგა უბრალოდ იდგა და არ ინძრეოდა ადგილიდან მხოლოდ თავს თუ შეაბრუნებდა მე შემეშინდა და ვიძახე იმან ვინც მამაჩემისკენ იდგა თავი შემოაბრუნა ჩემსკენ ახლა ამან თავი ჩემსკენ შემოაბრუნა თასში და მეუფლა მოუმატე ხარდა და ვერ ვიცახე ვერაფერს უმატო პირსაც ვერ ვახებ დამოწმება პირი უვატი ისე ეთყობა იმ ანგელოს უნდა და ჩემი დამშვიდება არ ვიცი მან იცოდა მე რომ ასხედავდი ალბათ მიხვდა ჩემსკენ წამოვიდა ხო და თლად მოვუმატე თლად პანიკაში ჩავარდი ისეთი შიში შეგრძნება და მეუფლა რომ მამაჩემი არ მაქცევდა ყურადღებას კი 1-2 თავი გამოწია ჩემსკენ შემოაბრუნა
თავი უბრალოდ შემოუბრუნა ჩვენს გააგრძელა სულ ინფორმაციას უსმენდა 1000 ჯერ უსმენდა ინფორმაციას მობეზრებული მქონდა მე ინფორმაციის მოსმენა და უკვე საშველი არ იყო წამოვიდა ჩემსკენ მამაჩემ და ეს ანგელოზი რომელიც უკვე ლოგინამდე იყო თითქმის მოსული იქ დიდი მანძილი არ იყო ლოგინები იდგა იქ იმ ოთახში აქეთ დივანი მე დახატული მაქვს ეს ოთახი ფეჩი იდგა იქეთ გისოციანები ფანჯრები სამი ფანჯრა ჰქონდა ქვედა სართულს ქოხი იყო მაგრამ უბრალოდ მეაშენა ზევითი წორ ხოლმე ზაფხულში მამაჩემ და მისი მეუღლე მდიდრია თვალ შემდეგ უკვე გავახილე თვალები და ის ანგელოზებიც გაქრა ასეთი გამოცდილება მქონდა მაგრამ მაშინ მე არ ვიყავი მზად მანამდე კიდევ ხილვები მქონდა მაგრამ მეშინოდა მე-6 კლასში თქონდა მე ხილვები მეშინოდა თვალის და ხუჭის მეშინოდა საღამო მოვიდოდა ძილის მეშინოდა არ ვიცოდი ეს რა იყო მეგონა კოშმარები მილანდებოდა ხან არწივი ხან რომ ვიღათ ფრინველი ხან ცხენები და ასე შემდეგ ომისანამ დაიწყებოდა მანამდე კიდევ მქონდა მე ვეშიესნი რო იყვნენ რუსები ოღონდ როდესაც შეჭრა იყო აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ კი არ მოდიოდა მანქანები პირიქით ზუგდიდიდან სოხუმისკენ მიდიოდა მანქანები მე მხოლოდ ის ტრასა თავარი ტრასა რომელიც მიდის ჩამჩერისკენ ჯეჭპარჩელისკენ და დანარჩენი ადგილებზე მანქანები მიდიოდა სამხედრო სატვირთოდ ჩამოგავდა ისეთი ოღონდ მსუბუქი სამხედრო მანქანები და მე სიზრა რომ ხიდე რომელიც აერთიანებდა სოხუმს და გალის რაიონს გავს იყო ჩამონგრეული ხო ეს ხიდი იყო ჩამონგრეული გამქრალი მხოლოდ ნატეხი მოჩანდა მაგრამ იმ ნატეხით ვერავინ ვერ წავიდა ტექნიკა ვერ გავიდოდა ვერც ადამიანი რადგან ის იყო სიმაღლეზე და არ ქონდა მისასვლელი გზა ხო და რამე და მიგითხრათ და ასეთ რაღაცას მე ვხედა მაგალითად ბათუმში სანამ წავიდოდი იმ საღამოს დავეცი ოთახში შემოვიდა მამაკაცი ნათლისფერ გრძელ პლაშში ადრე იყო ეს საცხა იქნებოდა ხნიერი ასაკის სიძმრად და მე შევშინდი წამოვხდი და ფეხის თითებზე ასე დავეყრდნე და დავეცი იქით მუხლებზე და ეს ადამიანი მე ვნახე გზაზე მარშრუტიდან კარგი მოდით ისეთ თემას დავუბრუნდეთ ხო და პერესი ამბობს რომ თქვენ იცითო რომ რაც მე ხელ გითხარით ეხლა რომ უცხოპლანეტელებიო რომლესაც ჩვენ ხედავთო ან ნახავთ ისინი არიანო ჩვენ ვართო მომავალში ჩვენ ვართ შედეგი გენეტიკური ლაბორატორიული ცდებისა რომელიც გრძელდებოდა მილიარდი წელი და როგორც მე თქვენ გითხარით ბორეევიც წელს ამაზე რომ პირველი ადამიანი იყო ეფირული ადამიანი მეორე ადამიანი იყო აირისამებრული ადამიანი შემდეგ ყანონაკებმა ეს ეფირული ადამიანები ჩატენეს ტექნიკაში ტექნიკურ ექსკავატორებში ხო და წარმოგიდგენთ რა საშინელება თავისუფალი ადამიანი იმიტომ რომ იგი წარმოადგენენ ეს ეფირული ადამიანები ელექტრომაგნიტურ ადამიანებს და მე მაგალითად შემეცოდა ძალიან ისინი და ასე ცდილობდნენ ანონაკები შეექმნათ მონები თავის მოყვანილი ხალხი მათ არ გამოადგათ აქედან დაიწყო უკვე მე ადამიანების გენეტიკური ექსპერიმენტების ჩატარება ჩვენ ადამიანები უნდა გავხდარიყავით კომბინაციური ქმნილებები ამ ყველაფრისა პლეადენელები აქტურიანელები და ანდრომედიანელები არიან პოზიტიური რასა რომლებიც ჩუმად ფარულად
ხელმძღვანელობდნენ დედამიწელების სულიერ განვითარებას. ბოლო ბრძოლა სიკეთის და ბოროტების შორის ხდება ახლა აქ დედამიწაზე. ეს არის ეპოქების რაღაც ნაწილის შეცვლა, ძველი სამყაროს გაქრობა და ეს არის ახლის საწყისი. და ჩვენ ადამიანები ვართ როგორ გითხრათ პასუხი გამოსავალი ამ სამყარული მე გულისხმობ კოსმოსური სამყაროს ბრძოლებისა. ჩვენ უბრალოდ ვერ ვიგნებთ, ვერ ვაცნობიერებთ თუ რამდენად ძლიერები ვართ ჩვენ დედამიწელები. მზის ამოფრქვევა ეს არის სიგნალი, რომელიც ამოდის galaktikuri ბირთვიდან. ამ მზის ამოფრქვევას მოაქვს თან სინათლე, რომელიც აღვივდებს მძინარე დნმ-ს და აქტივირებას უკეთებს ეგრეთ წოდებულ სინათლის, კრისტალურ სინათლის სხეულს ადამიანისა. და როგორც აქვს ნათქვამი, მე შეგახსენებთ, ისმაილ პერეს აქვს ერთ ვიდეოში ნათქვამი, რომელიც უნდა დავთარგმნე, რომ ადამიანი უნდა გახდეს სინათლის სხეული. ადამიანის სხეული უნდა ანათებდეს, რადგანაც ადამიანის სხეულები ანათებდა. ისმაილ პერესი ამბობს, რომ ადრე ჩემი თავი მეგონაო გიჟი, მაგრამ როდესაც მე გავხდიო, ერთვენია დღეს, როდესაც მე გავხდიო ვიყავი უბრალოდ 22 წლის, კლიე კუნდალინი იოგას პრაქტიკის შემდეგო, მე ესე იგი გამოვიარეო სულიერი გამოცდილება, რომლის შედეგად მე შემდელი ესე იგი შემეძლო ჩემი მერვე განსხვავებიანი მესთან კონტაქტი, რომელიც წარმოადგენს ლომს, ლომის სახეს, ეს იყო ლომის არსება და ეს არის იმ არსების ფორმა, რომელიც მე ვარ მომავალშიო, ანუ მერვე განსხვავებაშიო. და ასეთი მეები ყველას ხავს ჩვენ ვისაც აქვს ღვთაებრივი ნაპერწკალი და აქვს სული. სული თუ არ გაქვთ, თქვენ ვერ გეყოლებათ მეები მაღლა. და ამ ჩემმა მემო იმ მერვე განსხვავებიდანო დაიწყო ინფორმაციის გადმოსცემა ჩემზეო, თუ ხო რაღაც ინფორმაციების გადმოცემა და თან გადმომცაო galaktikis ისტორია. და მე ვკითხეო, მე მეგონაო გავგიჟდიო. მე ვკითხეო ამ არსებას, თქვენ საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია? მან მიპასუხა, თქვენ ამას ვერ გაიგებთო. ჩვენ ვართო, უთქვია იმ არსებას, იმ აღალმეს, რომ ჩვენ ვართო მრავალ განსხვავებიანი არსებები. მეო, ეს ხართო თქვენ მერვე განსხვავებაში, მომავალში. და მე ვცდილობდიო ეს ყველაფერი ამეთვისებინაო, მომენელებიაო. მე მაშინ არ მესმოდაო ისე კარგად კვანტური ფიზიკა და საერთოდ მინდა ახლა ცოტა თემას გადავუხო. მარია შლოენს აქვს ნათქვამი ერთ-ერთ ვიდეოში, ეს არის მისი არხია ლიგა სვაბოდნეხ ნაცი, მე მაქვს ზოგი ვიდეო მისი გადათარგმნილი, რომ იმ ესე იგი ზევიდან ვინც მას ეკონტაქტება, მას უთქვამს დაიწყეო კვანტური ფიზიკის შესწავლა. მარიას უთქვამს, მე არ მესმისო, კვანტური ფიზიკით არასდროს არ ვიყავიო დაინტერესებული. უნდა დაინტერესდეო, უთქვამთ. კვანტური ფიზიკა უნდა შეისწავლო, თუ გინდაო გაიგო galaktikis ამბები. თუ უნდა სამყაროს წყობა გაიგო. და ისმაილ პერესი ამბობს, რომ ჯერო იმ პერიოდში მე ახალი დაწყებული მქონდაო მეტაფიზიკის და ეზოტერიკის შესწავლა. როდესაც მე ჩახმავდიო ეზოტერიკულ სფეროშიო, მე გავაცნობიერეო, რომ ყოველი ადამიანი
არისო მრავალგანზომილებიანი არსება. შემდეგ მეო დავიწყე კონტაქტი ჩვენ პლეადენელების მეთაურთან, მეექვსე დონის არსებასთან, ანუ განზომილებიდან, მეექვსე განზომილებიდან. და ეს პიროვნებაო მე მათი დაო ინფორმაციოს, როდესაც მეტერიო წინს ჩვენი კოსმოსური წარმოშობაზეო. ხო, და ასე დაიწყო ჩემი განვითარება, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, მე დავიწყე კვანტური ფიზიკის შესწავლა. მეცავს გადაწყვეტილი დავიწყო კვანტური ფიზიკის შესწავლა, მაგრამ ჯერ ამისთვის არ ვარ მზად. ხედავდი რომ ძველი კვანტური მექანიკა და ძველი ფიზიკის ცოდნებიო ერთმანეთს ავსებენო. მე გავიგეო რომ კვანტური ფიზიკა ის არის მეცნიერება, რომელიც აქრობს αφეთქებას ძველი მეტაფიზიკის შორის და თანამედროვე მეცნიერების შორის. და ყველაფერი რაც მე გავიგეო კვანტურ ფიზიკაზე, იმის შესახებ რომ რეალობა ეს არის ენერგია, დრო კი ილუზია და რომ დრო არ არსებობს. და დრო არის ეს, დროს ჩვენ აღვიქვამთ როგორც მაგალითად მდგომარეობას წერტილი A-დან წერტილ B-მდე. ჩვენ ხო გვაქვს ეს წერტილი გასავლელი. ხო და აქ ამ მომენტში ჩვენ აღვიქვამთ დროს როგორც გასავლელ გზას წერტილი A-დან წერტილი B-მდე. ატლანტიდა არსებობს, დინოზავრები ცოცხლებია, მაგრამ ეს ასპექტები შენი ცხოვრებისა ხდება სადღაც რომლიღაც პარალელურ რეალობებში. ერთდროულად ჩვენ რეალობასთან. და როდესაც მე მივხვდიო რომ ეს ყველაფერი ხდება ერთდროულად, მე გავაცნობიერეო რომ ეს ინფორმაცია არის ზუსტად ის, რაც უნდა იცოდეს ყველამ, ყოველთაგანვე, ყოველმა დედამიწელმა. და ახლა დღევანდელ დღესო მე მოდით ასე ვთქვათ, მეო დღევანდელ დღესო მიყვარსო და ჩემთვისო მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, მე მიყვარსო მოყოლა ჩემ სტუდენტებზე ნამდვილი ისტორიისაო, galaktikuri და საერთოდ კოსმოსური ისტორიისა, მართალი ისტორიისაო. რადგან ეს ყველაფერი ეხმარება ადამიანებს გაიხსენონ თავიანთი წარსული ცხოვრება. შეიძლება მათ ქონდათ წარსულში ცხოვრება პლეადებზე, ანდრომედაზე, არტურზე, ან იგივე ვენერაზე. და მე ხალხო ვასწავლიო ტექნოლოგია არა, ტექნიკას თუ როგორ უნდა გახდნენ ისინი მრავალ განზომილებიანიო. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უცხო პლანეტელები არიანო ეს რაღაც ცალკე ჩვენგან და ჩვენთან არაფერი საერთო არ აქვენო. მაგრამ ეს მასე არ არისო. ბევრი მეთაურები უცხო პლანეტელები, რომლებიც მუშაობენ galaktikur და galaktika შორისო თქვათ, კარგი ვთქვათ, საზოგადოებებში ან რაღაც ალიანსებში. სინამდვილეში ვართ ჩვენ მომავალში, არიან ჩვენი წარმომადგენლები მომავალში. ჩვენ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ურთიერთობა ჩვენ საკუთარ თავებთან მომავლიდან. კოსმოსში ყველაფერი მუშაობს როგორც ერთიანი რაღაც. ჩვენ ვართ მრავალ განზომილებიანი არსებები. და როდესაც ადამიანები ღებულობენ ჩენელინგის დროს, გაგიგონიათ ხომ ეს სიტყვა? და როდესაც ადამიანები ღებულობენ ჩენელინგის დროს, ანუ კონტაქტის დროს, რამე ინფორმაციას ისინი ღებულობენ ამ ინფორმაციას თავისი მაღალი მეზგან მომავლიდან. არის ორი თეორია. პირველი თეორია გულისხმობს იმას, რომ ვარსკვლავური სულები ბრუნდებიან დედამიწაზე უკან
ესე იგი მომავლიდან წარსულში, ხო, ისინი თავის ორიგინალურ სხეულის მომავალში შეყავთ თავისი სხეულების შეყავთ სტაზისში. ხო, აი ეს სიტყვა დამავიწყდა მე. სტაზისი, როდესაც სხეულს აწნებენ, ასე ვთქვათ. და თვითონ კი ცნობიერებით ასე ვთქვათ, გადაადგილდებიან დედამიწაზე. უბრალოდ პროექცირებას უკეთებენ თავის ცნობიერებას ადამიანის ავატარში. მეორე თეორია ვარაუდობს, რომ ჩვენ როგორც მრავალგანზომილებიანი არსებები, ჩვენ გვყავს თითო ან რამდენიმე ავატარი ყოველ რეალობაში, ესე იგი ყოველ პარალელურ სამყაროში. ესე იგი ისინი პროექცირებას უკეთებენ თავისი ცნობიერების ნაწილს და არიან რამდენიმე რეალურ ცხოვრებაში ერთდროულად. ეს არის უფრო, ეს მეორე ვარიანტი, მეორე თეორია არის უფრო ასე ვთქვათ, გავრცელებული და ისმაილ პერესიც ყოფილა მეორე თეორიის მომხრე, რადგან ჩვენ გვყავსო რამდენიმე სხეული, ჩვენ ყავსო რამდენიმე ავატარი galaktikურ დონეზეო, მაგალითად მე-6 განზომილებაშიო, ჩვენ შეიძლება 7 სხეული გქონდესო, ყავდესო 7 ავატარიო და მე-12 განზომილებაში, მე-12 დონეზე ჩვენ შეიძლება ყავდესო ღვთაებრივი სული, ღვთაებრივი ავატარი. და იმ ღვთაებრივი მაღალი სულისკენ ვისწრაფით ყველანი ჩვენ, მისი ნაწილები. ჯერ ჩვენ მხოლოდ გავდივართ ახმავლობის პროცესს, ანუ გადასვლის პროცესში ვართ. და ზოგი ადამიანები ფიქრობენ, რომ როდესაც ჩვენ მივახდეთ მე-5 განზომილებას, ეს ჩვენი ბოლო გზა იქნებაო. ამით დამთავრდებაო ყველაფერი. მაგრამ ეს მასე არ არის. მე-5 განზომილება ეს არის საფეხური. იმისთვის რომ ჩვენ ავიდეთ მე-6-ზე, შემდეგ მე-7-ზე, შემდეგ მე-8 განზომილებაში. და ყოველთვის, როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჯერა თუნდაც თუ ჩვენ ვიწყებთ ჩვენი რაც შეიძლება მეტი მეს ინტეგრაციას და მულტი სამყაროს ქმნით იმაში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ჩვენ რეალურ ხაზს. ეს ისა, რასაც თანამედროვე მეცნიერება უწოდებს საბაზო რეალობაც. დანარჩენი კი ყველაფერი, დანარჩენი ეს არის სიმულაცია. ხო, ისმაილ პერესი არის სტუმრად შოუზე, ამრით სამთხუს შოუზე და ამრით სათხუ ახლა კითხვა დაუსვა, რატო ფიქრობსო ბევრი, უბრალოდ რატომ ახსოვსო ხალხს, მხოლოდ ის, რაც ხდებოდაო მე-3 განზომილებაში. ისმაილ პერესი პასუხობს, იმიტომ რომ არსებობს ასეთი რაღაც, რუსულად ამას ქვია ზავესა, ან უწოდოთ ასე ფარდა, ან მოდით ფარდა დავარქვათ ამას, უფრო ადვილადაა გასაგები. და წიგნებში ბევრი ბრძენი ამბობს იმას, რომ ჩვენ როდესაც განსახიერებას ვაკეთებთ მე-3 სამყაროში, ან მოგზაურობთ მე-3 განზომილებაში, ესე იგი წერტილში რომლიდან დაბრუნება შეუძლებელია, ჩვენ ვცდილობთ დავივიწყოთ. ესე იგი, სანამ სული განსახიერდება მიწერ ავატარში, ის თანახმა დაივიწყოს, რაც მისი ცხოვრება, წარსულის ცხოვრება. და ეს დაკავშირებულია ჩვენ სულიერ ზრდასთან, რადგან ჩვენ რომ
ყოლანი განსახიერდეთო მესამე განზომილებაში ისე ადამიანის სხეულში, ადამიანის ავატარში შენარჩუნებული მეხსიერებასთან ერთად ჩვენ ღვთაებრივ მეზე და ჩვენ უხტავი galaktikურ ავატარებზე ეს ხელს შეუშლიდა ჩვენ სულიერ ზრდას. ჩვენ ყველაფრს უნდა გამოგვეცა და რაც იყო დაკავშირებული ადამიანურ ცხოვრებასთან. ეს საგზავა კი არის უარყოფითი და დადებითი ემოციების სპექტრი. ჩვენ უნდა გაგვეგო სიკეთე და სიბოროტე. ჩვენ დათანხმდით დაგვიწყებია ყველაფერი ესე იგი ჩვენი სულის განვითარების გამო. კი, ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვიწყებია ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ადამიანური ცხოვრების განმავლობაში ჩვენ შევქმნითო პროგრამა, რომელიც მოგცემდა საშუალებას ჩვენ თანდათანობით გაგვახსენებია ჩვენი თავი, ჩვენი წარსული და მას უწოდებენ სულიერ გამოღვიძებას. ჩვენ ვიწყებთ იმის გახსენებას, რომ ჩვენ მხოლოდ ადამიანები არ ვართ. ჩვენ ვიწყებთ იმის გახსენებას, რომ ჩვენ ვართ მრავალგანზომილებიანი არსებები. რომ ჩვენ გვყავს სხვადასხვა ავატარები სხვადასხვა სხეულში, გვაქვს სხვადასხვა სხეულები, სხვადასხვა განზომილებებში და მაშინ ჩვენ ვიწყებთ სულიერ სამუშაოს იმისთვის, რომ ამ ასპექტებს შევუერთდეთ. ესე იგი, შევუერთდეთ ჩვენ საკუთარ თავს მომავლიდან. აი ეს არის აღმავლობა. ეს ნიშნავს, ამას უწოდებენ უბრალოდ აღმავლობას. ადამიანებიც უმრავლესობა ფიქრობს, რომ აღმავლობა ეს ნიშნავს იმ მომენტს, როდესაც ჩვენ ტოვით ჩვენ სხეულებს და როდესაც ჩვენ ხვდებით ეფირულები და მაღალი არსებები. მაგრამ ეს მასე არ არის, რადგან მატერია ყველა რეალობის ზონაზე არსებობს. მე-12 განზომილებამდეც კი, მე-12 განზომილების მიღმა, მე-12 განზომილების ზევით უпростоრად, მიღმა კი არა, ამ მე-12 განზომილების ზევით არსებობენ პლაზმური ცივილიზაციები. ჩემი გამოკვლევებიდან გამომდინარე, galaktikuri ავატარი მეხუთე დონიდან, ანუ განზომილებიდან, არის მატერია ოღონდ სხვა სიხშირეთი. და ამიტომ სამგანზომილებიანი თვალსაზრისის დონიდან ეს მდგომარეობა გონია დაუნგრეველი. მაგრამ დაუნგრეველი კი არა, მაპატიეთ, მიუღწეველი. მაგრამ როდესაც ჩვენ ვახცებთ მეხუთე განზომილებას და შემდეგ ჩვენ გადავდივარ მეექვსეში, ამ მეექვსე განზომილების მატერია მოგეჩვენება ჭიდრო. უბრალოდ მატერია მეექვსე განზომილებაში უფრო არის დახვეწილი, უფრო დახვეწილი. ნაკლებად უხეში, ვიდრე დაბალ განზომილებაში. წამყვანი იკითხება, შენი აზრით, ეს ფარდა რატომ არსებობს? რა აზრი აქვს იმას, რომ ჩვენ მოვდივართ მესამე განზომილებაში, მხოლოდ იმისთვის, რომ გავიხსენოთ ჩვენი თავი და ისევ დაუბრუნდეთ ჩვენ თელ ადგილს. ისევ პრეზი პასუხობს, დიახ, სამყარო მასია აწყობილი, ესე იგი, COVID მიწაზე ჩამოსვლის მიწაზე ჩამოსვლა, ესე იგი დაბლა დაცემა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც აღმავლობა. ეს დაბლა ჩამოსვლა ეზოტერიკაში წარმოდის ეზოტერიკაში ამას უწოდებენ ინვოლუციას. თუ ევოლუცია არის განვითარება, ჩამოსვლა დედამიწაზე არის ინვოლუცია. ესე იგი დაბალ დონეზე ჩამოსვლა. რადგან ჩვენ ყველანი ვიწყებთ როგორც სულები. ჩვენ ყველანი ვიწყებთ როგორც სინათლის სხეულები მაღალ განზომილებიდან. ჩვენ ყველამ უნდა განვიცადოთო დაცემა იმისთვის, რომ გავიგოთო თუ რა არისო აღმავლობა.
ხო, პერესი ამბობს, რომ მიზეზი ისაო, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვეხმარებაო ჩვენი სულის განვითარებისთვისო, მაგრამ მე ახლა გამახსენდა ვალერია კალცოვას ერთ-ერთი ვიდეო, დიდი ხანია მე ახლა ვალერია კალცოვას არ უსმენ, მაგრამ ხშირად მახსენდება მისი მოსმენილი ვიდეოები და ერთ-ერთი ვიდეო იყო სულზე, თუ რატომ გავდივართ ჩვენ ყველაფერს ამას. ხო, პერესმა არ ვიცი ეს იცის თუ არა, მაგრამ ყველა გამოცდილებით არ იკვებება ჩვენი ღვთაებრივი მე შექმნელი, იმიტომ რომ ნეგატიური გამოცდილება შექმნელამდე არ მიდის, ის აგროვებს მხოლოდ დადებით გამოცდილებას. მას გარშემო არტყია ეფირი, როგორც არსებობს მრავალგანზომილებიანი სისტემა სულებისა, ისე არის ეს მრავალგანზომილებიანი მდგომარეობა სივრცეში, ეფირში, ყველგან. რა მატერიაც არ უნდა არსებობდეს, იქაც არის, ისკერა ასტრალური სამყაროთ არის თუ რომ მრავალგანზომილებიანი, ოღონდ მინუსი. -1, -2, -3 და ასე შემდეგ. და ვალერია კალცოვა ამბობს, რომ იფილტრება გამოცდილება ამ სულის ნაწილების გამოცდილება, რომლებსაც ისინი გადიან ყოველი გამსახურების დროს, იფილტრება. ნეგატიური გამოცდილება არ მიდის ჩვენ მაღალმემდე, ჩვენი ღვთაებრივ შემქმნელთან არ მიდის. ის მაღალ განზომილებიანი ეფირი, რომელიც გასატყია ამ ჩვენ შემქმნელს, ის არ უშვებს ნეგატიურ გამოცდილებებს, ის უშვებს მხოლოდ დადებით გამოცდილებებს. ხო, და ამას სხვები რატო არ ამბობენ, მე მიყვარს. თუ უყვები ადამიანს, უნდა მოუყვე დეტალები, დაწვრილებით ყველაფერი. და რადგან კოსმოსში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსმოსი არის გონიერი არსება, გონიერი სამყარო. ხო, როგორც ესე იგი ეტაპის მიხედვით, როდესაც ჩვენ მაგალითად ჩამოვდივართ მატერიალურ სამყაროში, კოსმოსი ამ დროს ფართოვდება. იქ ჩვენ გვქონდა სამყაროს უკანა ესე იგი კავშირის დახმარებით. წამყვანი ეკითხება ისმაილ პერეს შეგიძლიათ თუ რა მოყვეთო გალაქტიკის ისტორია. ისმაილი დათანხმდა. ადამიანები ჩვენ საწყის ლოკალურ სამყაროში იყვნენ შექმნილი მაღალი კოსმოსური ძალებით, ელოქიმებით. იმისთვის რომ გახტარიყვნენ მთელი ინვოლუციის კულმინაცია და ევოლუციური ინვოლუცია. არა, არ შემშლია. ესე იგი, ყველა იმ ჩვენამდე არსებულ სამყაროებში, რომლებიც ვითარდებოდნენ, დეგრადირებდნენ. და შეიძლება ითქვას ისიც, რომ ჩვენი სამყარო არის პლავილნე კატიოლ. მე ახლა ნახავ დაბა ინტერნეტში. ესე იგი, ჩვენი სამყარო არისო როგორც პლავილნე კატიოლ, ანუ დნობის ქვაბი, სადაც ადნობენ რკინას. და ჩვენ სამყაროში კაცობრიობა არსებობს 50-60 მილიონი წელი. კაცობრიობა დაიბადა სისტემა ვეგაში, ესე იგი სტრუქტურაში ავიონი, ავალონი, ამპიქსი. 3 პლანეტა. მე ვუწოდებ მათ 300. ეს იყო 3 პლანეტა, 3-ვე ბრუნავდაო სისტემა ვეგის გარშემო, სირიუსის გალაქტიკურ სექტორში, როგორც მინდა დავაზუსტო, სირიუსის
B galaktikul sektorში, სადაც პირველად დაიშვენ ჩვენი წინაპრები და აგრეთვე ის ადგილები მოიკავა სხვა უცხო პლანეტარულმა ცივილიზაციებმა, არა მიწიერმა რასებმა, რომლებიც მომფრინდნენ სხვა სამყაროებიდან იმისთვის, რომ შექმნან ის, რასაც ისინი უწოდებენ უმაღლეს ექსპერიმენტს. ასე რომ ჩვენ ვართ გენეტიკური ექსპერიმენტის ნაწილი, რომელიც გრძელდება უკვე მილიარდი წლები და რომელიც ბუკვალურად იყო გადმოტანილი სხვა სამყაროებიდან ჩვენთან. იმისთვის, რომ გავხდარიყვნენ მთელი ქმნილებების კულმინაცია, რადგან არსებობს ძალიან ბევრი სამყარო, კაცობრიობის განვითარება დაიწყო ლირიდან ხალხი თანდათანობით გადასახლდნენ პლეადებზე, ისინი გაფრინდნენ ანდრომედაზე, აქტულზე, ალფა ცენტავრაზე და ეს მხოლოდ ნაწილია მათგანი. და თანდათანობით ისინი ვრცელდებოდნენ მთელ ჩვენ galaktikაში, სხვა სამყაროებშიც და რასაკვირველია, ისინი მოხვდნენ ჩვენ პლანეტაზე რამდენი მილიონი წლის უკან. ეს იყო ატლანტების ეპოქამდე და ატლანტების და ლემურიელების ეპოქამდე. არის იმის მტკიცებულებები, რომ მილიონი წლების უკან პირველი ცივილიზაცია უბრალოდ იყო ცივილიზაცია, რომელიც მოვიდა ჩვენამდე მილიონები წლის უკან. ხო, ახლა ამერი ატვინი. ეს იყო ცივილიზაცია ჩრდილოეთი ვარსკვლავიდან, ანუ პალეარნაზისდა, ხო, როდესაც ჩვენი წინაპრები მოფრინდნენო ჩვენთან მილიონი წლების უკანო, ისინი ჯერ კიდე მათი სხეულები ჯერ კიდე იყო სინათლის, უბრალოდ მათ ჯერ კიდე ჰქონდათო სინათლის სხეულები, ანუ ანათებდნენ. ესე იგი, პირველი დასახლების შემდეგ, რომელიც მოხდა მილიონი წლის უკან, პირველი ეპოქის დროს, ხდებოდა უფრო შემჭიდროვებული ვიდრე წინა ეპოქა. მაგალითად, პირველი ცივილიზაცია დედამიწაზე იყო რასა, რომელიც ფლობდა სულიერი ევა და სულიერი ადამი. და ისინი იყვნენ უკტავები. ამ ცივილიზაციის შემდეგ, ბნელთალებთან ბრძოლის გამო, ისინი დაეშვნენ უფრო დაბალ დონეზე და მან გამოიწვია ჰიპერბორეის გამოჩენა. ჰიპერბორეის შემდეგ კი, რომელიც ასევე იყო ბნელთალებთან ბრძოლის შედეგი, უფრო შემჭიდროვდა და გადაიქცა ლემურიად. ლემურია მაგ დროს არსებობდა მე-6-მე-7 განზომილებაში, იმ დროს, როდესაც საწყის ცივილიზაცია ესე იგი შეიქმნა მე-12 განზომილებაში, ამიტომ ყოველ ახალ ეპოქასთან ერთად ყველაფერი ხდებოდა უფრო შემჭიდროვებული, მატერიალური, უფრო მატერიალიზდებოდა და როდესაც გამოჩნდა ატლანტიდა, ჩვენ გადავედით ატლანტიდა გადავიდა იმაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მე-5 განზომილებას. ეს იმას ნიშნავს, იმას უდრის ლემურია რომ ყოფილიყო მე-6 განზომილებაში. შემდეგ გაჩნდა ატლანტიდის ცივილიზაცია და შემდეგ ჩვენ გადავედით იმაში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მე-5 განზომილებას. მე-5 განზომილება იყო ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა ყოფილიყავით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არ უნდა ჩამოსულიყავით მე-3 დონემდე, მე-3 განზომილებამდე. ეს იყო იმის შედეგი და იმის ნაწილი, რასაც გნოსტიკები უწოდებენ დემიურგს. იმ დროს დემიურგმა გადაწყვიტა შეექმნა უფრო დაბალი განზომილების სიცოცხლის დონე, რამაც გამოიწვია ატლანტიდის დაცემა. და ეს ხსნის იმას, რომ როდესაც ჩვენ ვიყავით კავშირში მთავარ წყაროსთან, ჩვენ დავეცით ჩვენ ცნობიერებაში იმ ავატარის ზონემდე, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ადამიანის სხეულს.
რომელიც შედგება ძვლებისაგან და ხორცისაგან, რომელიც ძალიან მოიცადეთ, ძალიან შეზღუდულია თავის მოქმედებაში და საქმე არსი ამ საქმეთა იმაშია, რომ ახლა როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე ქვედა ნაწილში ამ პროცესისა და როდესაც სული შეიქმნა მაღალ სიხშირეებზე თანდათანობით დაცემით მიაღწია თავის დაბალ წერტილს, რომელზეც იმყოფება ახლა კი ხდება საწინააღმდეგო და ამიტომ დღევანდელ დღეს დედამიწა და ადამიანები, რომლებიც ზათ არიან დედამიწასთან ერთად გაიარონ ტრანსფორმაცია წინ ხუთგანზომილებიან სამყაროში და ეს პროცესი ახლა ხდება რეალურად. დღეს დღეობითო ამბობს ისმაილ პერეზი ყველა ეპოქა დასასრულს უახლოვდებაო. ეს მხოლოდ 25 წლიანი პლატონიკური წელი არ არისო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესახებ ბევრი თქვენი სტუმარი საუბრობდაო თქვენთან. ეს არის წელიო, როდესაც ჩვენი მზის სისტემა ალციონის გარეშე ახდენსო ბრუნვას. ანუ ალციონის გარშემო ახდენს ბრუნვას არა, მოძრაობას, ხო? ჩვენ აგრეთვე ვასრულებთ უფრო მასშტაბურ ციკლებს, რომელიც ჯერ არ იყო აღმოჩენილი მეცნიერებით და ეს ციკლები იყო დაკავშირებულიო ირმის ნახტომის აღსადგენად, რომელიც იყო ოდესღაც მასშტაბური, გალაქტიკური ნაწილის წევრი, თუ გინდა დაიჯერეთ, თუ გინდა არა, რამდენი მილიარდი წლის უკან ირმის ნახტომი, ანდრომედა M31 იყვნენ ერთი დიდი გალაქტიკა, მაგრამ ნეგატიური ხელოვნური ინტელექტთან ომის შედეგად ჩვენი გალაქტიკა იყო გამოყოფილი ანდრომედისაგან, რომელიც აერთიანებდა ჩვენ გალაქტიკას მარადიული სიცოცხლის სისტემასთან, უფრო დაბალი სიმჭიდროვესი და ჩვენი გალაქტიკა და ჩვენი პლანეტა ძირდებიან. ჩვენ აგრეთვე ვასრულებთ ციკლს, რომელიც გრძელდება 226 მილიონი წელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი მზად არის ისევ შეუერთდეს ძველ სისტემას, რომელსაც იყო შეერთებული ადრე და მოდით გავარკვიოთ თუ რას ნიშნავს ეს. ჩვენი მზის სისტემა ბრუნავს ალციონის გარშემო, რომელიც არის მისი მშობელი და ბრუნავს ყოველ 25 წელიწადში ერთხელ ამ ალციონის გარშემო და ამას ჩვენ უწოდებთ პლატონიკურ წელს, ან პლატონურ წელს. გამოდის, რომ ჩვენი მზის სისტემა ალციონთან ერთად სირიუს B-სთან ერთად ბრუნავს გალაქტიკის ბირთვის გარშემო 226 მილიონი წელიწადში ერთხელ. ესე იგი, თუ მზის სისტემა თავისი მშობლის ალციონის გარშემო ბრუნავს 25 წელიწადში ერთხელ, ეს მთელი ჩვენი გალაქტიკა თავის ჩვენი მზის სისტემა ალციონთან ერთად ბრუნავს გალაქტიკის ბირთვის გარშემო 226 მილიონ წელიწადში ერთხელ. ესე იგი, არტყამს წრეს გალაქტიკის ბირთვს, ხო? და ჩვენი მზის სისტემა კიდევ გავიმეორებ, არტყამს წრეს მის მშობელ ალციონს 25 წლის განმავლობაში ერთხელ. და ის 226 მილიონი წელი ეკვივალენტურია ჩვენი პლატონურ წლებთან შედარებით, უბრალოდ პლატონურ წელთან 54 ჯერ. ესე იგი, 54 ჯერ მეტი გამოდის პლატონური წელი,
უდრის 226 მილიონი წელი, უდრის 55 პლატონურ წელს. და ერთი პლატონური წელი უდრის 25 წელს. ჩვენ უკვე გავიარეთ ამ ციკლის ნახევარი და ეს 226 მილიონი წელი შეადგენს 25 ციკლს, რომლის ნახევარია ჩვენ გავიარეთ, რომელიც ისევე შეადგენს 55 პლატონურ წელს. კიდევ გავიმეორებ, ერთი პლატონური წელი უდრის 25 წელს. და კიდევ ჩვენ ვასრულებთ 22 მილიარდულ ციკლს, როდესაც ჩვენი ვარსკვლავი ადგილობრივ ალციონის გროვაში ბრუნავს გალაქტიკის ბირთვის გარშემო. გამოდის, რომ ირმის ნახტომი სხვა გალაქტიკებთან ერთად ბრუნავს ბირთვის გარშემო ცენტრალური მზისა, ბირთვის გარშემო ცენტრალური მზისა ჩვენ ლოკალურ სისტემაში. ეს ციკლი უდრის 22 მილიონ წელს და ჩვენც ვასრულებთ ამ ციკლს. 5000 მსოფლიო ეპოქა, რომელიც დაიწყო 1114 წელს ჩვენერამდე, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ კალი იუგა, ბოლოსკენ ესე იგი სრულდება. ახლა ჩვენ შევდივართ კრიტა იუგაში, რომელიც ნიშნავს დაბრუნებას ოქრო საუკუნისკენ. აგრეთვე ჩვენ ვამთავრეთ 25 წლიან ციკლს პლატონური წლისა, რომელიც უდრის 5 ამდაგვარ ციკლს. აგრეთვე ჩვენ ვასრულებთ იმ 226 მილიონიან ციკლს გალაქტიკის ბირთვის გარშემო ბრუნვისა და კიდევ შეგახსენებთ, რომელიც უდრის ეს 226 მილიონი წელი უდრის 25 პლატონურ წელს და ერთი პლატონური წელი უდრის 25 წელს. აგრეთვე ჩვენ ვასრულებთ 22 მილიარდულ ციკლს, რომელიც ჩვენ სამყაროს მისცემს საშუალებას იყოს ესე იგი, რომელიც მისცემს საშუალებას ახმავლობა დაასრულოს. ასე რომ ჩვენი სამყაროც მიაღწევს თავის ციკლის დასრულებას. აი რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატომ აღწევს ეს ყველაფერი კულმინაციას და ჩვენ ვიმყოფებით იმ წერტილში, როდესაც ეს ციკლები და ეს ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა ერთდროულად ყველა ციკლები რაც კი ხდებოდა, ერთდროულად უახლოვდება დასასრულს. ყველაფერი ბრუნავს ერთმანეთის შიგ, მაგრამ ასე სპირალისებურად. ყველა ბრუნავს ერთმანეთის შიგ. ყველაფერი ბრუნავს ერთმანეთის შიგ. აი კიდევ გავიმეორებ, რომ არ დაივნეთ. შეხედეთ, ჩვენი მზის სისტემა, ხო? ბრუნავს თავისი მშობელი ალციონის გარშემო, ხო? აი ეს ალციონი ბრუნავს გალაქტიკური ბირთვის გარშემო თავის ჩვენი მზის სისტემასთან ერთად. მერე კიდევ სხვა სისტემებია, იგენი ყველაფერი ბრუნავენ რაღაცა დიდის გარშემო და ასე ხდება შეუწყვეტლივ. შემდეგ ეს ყველაფერი შემოდით ახლა ჩვენ თლად რომ არ დავიბნე და მეც რომ არ დავიბნე, შევჩერდეთ ინფორმაციაზე, რომელიც ახლა მე თქვენ მოგატოდეთ და ახლა მე მოусვენ მაგას ცალკე და შევეცდები ცოტა ვიდეო შევამოკლო. და ეს კაცი ხშირად იმეორებს ერთ და იგივეს და მე არ მინდა ერთ და იგივე გავიმეორო. ყოველთვის, როდესაც თავდება რომელიღაც ციკლი, იწყება ახალი. ამდაგვარად ეს ციკლები ან რევოლუციები არის მეთოდი, მიიღო გამოცდილება. ისინი აგროვებენ ყველა სიცოცხლის ყველა ფორმის გამოცდილებას და შემდეგ იყენებენ ამ გამოცდილებას ახალი ციკლის შესაქმნელად, რომელიც უფრო რთული იქნება, უფრო ორგანიზებული იქნება, უფრო ჩამოყალიბებული იქნება და ის ახალი ციკლი იქნება დაფუძნებული ძველი ციკლის გამოცდილებებიდან გამომდინარე.
და ყველაფერი დაიწყება თავიდან. და ფაქტიურად ჩვენ გვაქვს საქმე უსაზღროებასთან. სინამდვილეში ის რაც მე აღმოვაჩინე ჩემი კვლევების პერიოდში შედგება იმაში, რომ კვანტური ფიზიკოსები მეცნიერების ასიდან გამომდინარე ყოველდღე იბადებიან ახალი სამყაროები და ის მოვლენა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ დიდ აფეთქებას, არის უწყვეტი პროცესი, რომელიც ხდება ყოველდღე. ეს მეტყოლებს იმაზე, რომ არსებობს ვიღაც გონიერი შემქმნელი, როდესაც ჩვენ მივახცევთ ჩვენი მატრიცის დასრულებას, ადამიანებს სჭირდებათ არჩევანი. ამიტომ მინდა რომ ადამიანები იყვნენ მზად, ამიტომ ყვებიო მე ამის შესახებ, რომ ადამიანები იყვნენ მზად მომავალი ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ადამიანები არ ჩავარდნენ პანიკაში. სულიერად ფიზიკურად შეიძლება მატერიალურად მოებზადონ ამ დღეებისთვის. ვდოლობთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მეხსიერება და ისინი დაანგრევენ იმას, რასაც ჩვენ ვწოდებთ მულტისამყაროს. და ეს დაგვეხმარებაო ჩვენ ისევ შევიდინოთ ჩვენი ის ასპექტები, ჩვენ რეალური მე. აი რატომ მიყვარს მე მოყოლა ხალხზე ჩვენი კოსმოსურ წარმოშობაზე. ამბობს ისმაილ პერესი, რადგან ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ჩვენი დროისთვის. ყოველი ადამიანი იბადებაო რაღაც ნიჭით ან რაღაც უნარითო. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი დაპროგრამირებული იყო ისე, რომ შეძლოსო შეიტანოსო თავისი წვლილი კაცობრიობის ევოლუციაში. სხვა სიტყვებით, ხიანობის აღმავლობაში. ეს აგრეთვე ეხმარება ხალხს გაცნობიერონო თავისი ღვთაებრივი დანიშნულება. როდესაც თქვენ აქტივირებას გაუკეთებთ სინათლის სხეულებს, თქვენ გახდებით მრავალგანზომილებიანი. ეს ის მდგომარეობა, როდესაც თქვენ იწყებთ კონტაქტს, ურთიერთობას თქვენ მაღალ მეს ვერსიებთან. და მე კიდევ ვასწავლი ხალხს, როგორ უნდა შეუერთდეს და გახდეს ერთიანი კვანტურ ველთან, რადგან კვანტური ველი, რომელიც არის ყველგან და ცნობილია სხვადასხვა დასახელებებით, ეს არის რეალობის დონე, რომელსაც კვანტური ფიზიკოსები უწოდებენ სამყაროს ბაზურ ველს. იქ ყველაფერი ხდება ერთდროულად. ყველა რეალობები ხდება ერთ ენერგიად, რომელსაც უწოდებენ ნულოვან წერტილს და როდესაც ჩვენ ვუერთდებით ამ ნულოვან წერტილს, ჩვენ ალბათ გამოვდივართ დუალობის მიღმა და იქ არ არსებობს პოლარობა, ან დროს ბოროტებაც კი ხდება ინსტრუმენტი იმისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დუალობას. სინათლის სხეული ეს არის არსებობს საწყისი ფორმა. მე-12 განზომილებაში ყოველი ადამიანი არის არსება, რომელიც ცხოვრობს ერთდროულად 12 განზომილებებში, მაგრამ რომელიც ახლანდელ დროში აღიქვამს მხოლოდ თავის სამ განზომილებიან ავატარს. სინათლის სხეული ეს არის საწყისი ფორმა, რომელმაც მიცა საშუალება, შესაძლებლობა ღმერთის ცნობიერებას დაყოფილიყო სხვადასხვა ფრაგმენტების ნაწილაკებად, რაც ხსნის სხვადასხვა ცოცხალი არსებების არსებობას სხვადასხვა რეალობის ზონებზე და ეს ყველაფერი ხდება ერთდროულად. სინათლის სხეული აგრეთვე გაძლევთ თქვენ საშუალებას გადაადგილდეთ სხვადასხვა სამყაროებში თქვენს სულიერ სამებრ. ეს არის სივრცეთაშორისო ტრანსპორტი, რომელიც აძლევს საშუალებას ადამიანს ან არსებას საერთოდ ნებისმიერ არსებას გადაადგილდეს კოსმოსში რამე კოსმოსური კოსტუმის ან სკაფანდრის გარეშე. წამყვანი ეკითხება, რას ნიშნავს ჩვენთვის, როდესაც ჩვენ გვხვდებით მესამე განზომილებაში, მესამე დონეზე, ახლა ჩვენ სამყაროში. როდესაც ჩვენ გვხვდებით ამ განზომილებაში, ჩვენ სხვა განზომილებებშიც გვხვდებითო, ეკითხება წამყვანი. ან ბრუნდებითო განსაზღვრულ განზომილებაშიო. ისმაილ პერესი პასუხობს, რომ სიკვდილი არისო გადასვლა,
იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ტოვებთ ამ ჩვენ ავატარს მესამე განზომილებაში, ჩვენ ვიბრძებით თუ ჩვენ ორიგინალურ ავატარს. უმეტეს შემთხვევაშიო, რომელიც არისო, განაგებულია მეხუთე განზომილებაში. ან და უფრო მეტ მაღალ განზომილებებში, ეს იმისგანაა დამოკიდებული, თუ საიდან ვარ ჩვენ მოსულები. ასე რომ სიკვდილი არისო გადასვლა რეალობების შორის. კარგით, მე გადავწყვიტე ამაზე შეჩერდე. ეს ძალიან ძლიერი ვიდეოა და რაც მთავარი მე მინდოდა თქვენთვის გადმომეცა, აქ გადმოგეცით. მე კიდე შევქმნი ვიდეოებს, იმიტომ რომ თემები უამრავია და ბლავატსკაიას ნაწარმოებს რაც შეეხება, მე ბევრი რამ მაქვს ტელეფონში, ნოუთბუქში. ასატვირთო მომზადებული, მაგრამ რადგან მე თვალის ოპერაციის შემდეგ არ მაქვს საშუალება, მეტი თუ დავუთმო ტელეფონს რას გულისხმობ, მე გითხარით რომ ძალიან დიდი დრო უნდა, მე ახლა თქვენ გითხრათ პირდაპირ მოსვენილიდან ვიდეო მთავ, შემდეგ უსმენ, შემდეგ ვთიშავ და თქვენ გადმოგცემთ. ხო, წაკითხვა რა საჭირო, მე არ კითხულობ არაფერს, ამიტომ მე სათვალები მოვიხსენი თვალების დასასვენებლად, რადგან მარცხენა თვალით ახლოდან, ამანძილიდან მე ვხედავ. კი, ახლა ცოტა ისეთი არეული ისმავს ხედელობა, მაგრამ შედარებით უკეთ ხედავ, ვიდრე მარჯვენა თვალში სათვალშიც კი არ ვხედავ ნორმალურად. ხო, მაგრამ გითხარით რომ სათვალებს ჯერ ვერ გამომწერს ექიმი, სანამ მარცხენა თვალი არ დავაგდება და მარჯვენა თვალის ოპერაცია, კატარაკტის ოპერაცია არ გაკეთდება, ამიტომ თქვენ არ გაგიკვირდეთ, მე მოსათვალეთ კი ვერ დამალავრობ ცოტათი რა ბედნიერება, მე ადრე სათვალის გარეშე გარეთ ვერ გავდიოდი, აგრე ეზოში. ახლა მე შემიძლია ეზოში გავიდე, სახელს ვერ ხედავ, იმიტომ ისა მიწა. მე ვერ ხედავდი სათვალებში კიდე მიწა სწორი იყო თუ არა და სულ ებორტიკებოდი რაღაცას. მაგრამ ახლა ასე თუ ისე რაღაცნაირად იმ მიწას გზას ვხედავ. აბანოსკი რომ მივდივარ, ტუალეტისკი რომ მივდივარ, თუ მზიანი ამინდია, შემიძლია თებში გავრეცხო, რა ბედნიერება. მე არ ვიცი ახლა როგორ ამიხდებ, საერთოდ იმედი მქონდა დაკარგული, რომ მარცხენა თვალში რაღაცა აღდგებოდა და ფიქრობდი მარჯვენა თვალის ოპერაცია რომ მოვა, არავინ გოდით არ მყავს, ვინ გამყვება, ვინ მომივლის, სანამ დაალაგდება მხედველობა მეთქი, მაგრამ ცოტათი იცით რა, მე ხალხადას იმედი არ მაქვს, ხო, იმედი არც მაშინ იყო და გამოვიხედებოდი საერთოდ, მაგრამ 100%-იანი მხედველობა არ ამგონია მე ამიღდეს, მაგრამ ის მარცხენა თვალში თუ მხედველობა აღმიდგა -13-მდე, 14-მდე, ეს ჩემთვის არის გამარჯვება. და რაც დღე გადის, მარჯვენა თვალი მიუარესდება. მაგრამ ახლა უკვე არ მეშინია, იმიტომ რომ ახლა მარჯვენა თვალზე გადავიდა დატვირთვა, რადგან ამ მინამ დაფარა მარცხენა თვალი და ის ვერ მუშაობს ახლა. ეს მინა მისთვის შეფერხებაა. მაგრამ იცით რა, მაინც ბედნიერი ვარ. ამოდიანაც კი არ გქონს როგორი ბედნიერი ვარ. ცოტათი კიდე რომ მემატებოდეს თვალში მხედველობა. მე არ მჭირდება არავის გვერდში ამოდგომა მარჯვენა ოპერაციის დროს. მე მთელი ცხოვრება არა მარტო ადამიანი არ არის, ყოველთვის ვიღაც აკვირდება ზეთიური სამყაროდან. ჩვენ მარტონი არ ვართ, მაგრამ ფიზიკური ამოდგომი არ მყავს. მე სულ მარტო დავდიოდი. თქვენ წარმოგენაც კი არ გაქვთ. თქვენ თვალში ვისაც გაქვთ სინათლე. რამხელა ბედნიერი ვარ მე, რომ ის მცირე რაოდენობა, რომელიც მე ხა აღმიდგა მარცხენა თვალში, ჩემთვის უდრის 100%-იან მხედველობას.
ხანახან თვალებს დავასვინებ ხოლმე. ახლა მარცხენა თვალმა დაიწყო მუშაობა. გავიკეთებ მარჯვენა თვალზე გადადის. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. არ შეგეშინდეთ არაფერს. ქაოსი იქნება. ქაოსის არ შეგეშინდეთ. ძველი უნდა დაინგრეს, სანამ ახალი რომ არ შენდეს იმ ადგილს. სისტემა დაინგრა თითქმის. და რაც ახლა მოხდება, საერთოდ სამყაროში, საქართველოში, საქართველოსთანაა გამორიცხული. ეს არის ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ გახსოვთ 90-იანი წლები. ხალხი რა დაშინებული იყო. ხო, ამ takovი სიტუაცია შეიძლება რაღაც მოკლებადით შეიქმნას. არ შეგეშინდეთ, პანიკაში არ ჩავარდეთ. მithumedes სოფლებში თუ ხართ მომზადებულები, თუ გაქვთ საკონელი ის. თქვენ მithumedes არ უნდა შეგეშინდეთ არაფერ. დროებით მომავალ შეხვედრამდე.